გამარჯობა, ეს არის დელიკტი არის იმ შინაარსის განსაზღვრება, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს, მათ შორის შეიძლება ეს იყოს კომპანიაც, როდესაც ერთი სამართალ სუბიექტი მეორე სამართალ სუბიექტს აყენებს რაიმე სახის ზიანს. ეს ზიანი შეიძლება იყოს გამოხატული როგორც ფინანსური, პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი. მაგალითად, თუ ერთ ადამიანს დაეჯახება ავტომობილი და აი ამ დაჯახების შედეგად მიადგება ზიანი კერძოდ, მოიტეხავს ხელს, მოიტეხავს ფეხს, მოუწევს სამედიცინო მომსახურების მიღება, რაც საკმაოდ დიდი სიამოვნება შეიძლება გამოვიდეს საბოლოო ჯამში. აი ასეთ შემთხვევაში დაზარალებულ მხარეს შეუძლია სამოქალაქო წესით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს როგორც მიღებული ზიანის უშუალოდ დამდგარი გადახდილი ხარჯების ანაზღაურება, ასევე არაპირდაპირი ხარჯების, მაგალითად იმის გამო, რომ ადამიანი მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში და იზიანა ფეხი, რის გამოც ვეღარ გამოცხადდა სამსახურში და სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სხვა ვიდეოებში მექნება საუბარი. რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან და ამის გამო, რომ მან შემოსავალი დაკარგა, აი ესეც შეიძლება მიმართოს ზიანის გამომწვევი პირის წინააღმდეგ. უბრალოდ დელიქტების შემთხვევაში მთავარი არის სამი გარემოება. ეს არის დამდგარი შედეგი, ზიანის გამომწვევი ქმედება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც დგას დელიქტი და დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილება არ დაკმაყოფილების საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ანუ ეს ჯაჭვი ადგენს სწორედ იმ გარემოებას, რომ არა ეს ზიანის გამომწვევი ქმედება, შესაბამისად რომ არა ზიანის მომყენებელი ადამიანის კანონიერი ან უკანონო ქმედებები, მე არ მომადგებოდა ზიანი. ხო, კანონიერი ქმედებების შედეგადაც შეიძლება მე მომადგეს ზიანი, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ადამიანი თავის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას გამოიყენებს გადამეტებით, უადგილოდ, არაკეთილსინდისიერად, მხოლოდ იმიტომ, რომ ზიანი მოეყენებინა ჩემთვის. ნებისმიერ ასეთ გარემოებაში ზიანის დადგომის შემდეგ დაზარალებულ მხარეს შეუძლია სამოქალაქო წესით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დამდგარი პირდაპირი და ირიბი ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებელი პირისაგან.